თბილისის მერია ავარიული სახლების გამაგრებაზე იწყებს მუშაობას. ცნობილია, რომ სამუშაოები 7 პუნქტიანი გეგმით შესრულდება, თუმცა სამშენებლო პროექტს უკვე აკრიტიკებენ საკრებულოს ოპოზიციიდან. მერიის მიერ მომზადებული რეაბილიტაციის გეგმა 1 წელზეა გათვლილი. დროის სამონაკვეთში ავარიული შენობების მხოლოდ ნაწილი უნდა გამაგრდეს. ეს გზარი უკვე 5 წელიწადია, რაც არის. უზნაძის ქუჩის მცხოვრები შალვა დოლიძე ამბობს, რომ მის საცხოვრებელ სახლში არსებული ბზარები დღითიდღე იზრდება. მისი არაერთი მცდელობის მიუხედავად სახლის გამაგრება დღემდე ვერ მოხერხდა. ფუნდამენტი უნდა იყოს ამოთხრილი და სახლიდან ჩაიწყოს ფუნდამენტი და დამაგდეს სახლი. იმიტომ რომ ესეთი მდგომარეობა განგრევს ვერ ანგრევენ და გამაგრება მაინც გააკეთონ, რომ გამაგრდეს სახლი. აი ბზარი ამდენი წელიწადი იქით გაიბზარა. ეს იყო გარემონტებული და სულნელა ყველაფერი დაერღვა და გაკუშტა. ავარიული სახლები მოსახლეობას საფრთხეს უქმნის თევდორე მღვდლის ქუჩაზეც. ადგილობრივების განმარტებით სამუშაოები დაიწყო, მაგრამ გაურკვეველი ვადით შეჩერდა. 5 თვე გაჩერებული ვართ, გვეუბნებიან ხვალ ძეგ, არაფერი არ კეთდება. აი დავიღალეთ, რამდენი ხანი უნდა ვიყოთ ასე. დედაქალაქის მერია ავარიული სახლების გამაგრებას აპირებს, როგორც კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი აცხადებს, წინა ხელისუფლების დროს გამოცხადებული 12 ტენდერიდან ახალ ადმინისტრაციას 9-ის გაუქმება მოუწია. დედაქალაქის მერიამ შემსრულებელ კომპანიებს კომპეტენცია და ნაკისრი ვალდებულებები დაუწუნა. კეთილმოწყობის სამსახურმა შეიმუშავა 7 პუნქტიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც სამუშაოების ხარისხს და ეფექტიანობას დაარეგულირებს. პროექტები შეიცავდა ხარვეზებს. 2015 წლისათვის მოხდება საბოლოო დასრულება. აქ არის საკითხი ესე, ასე ვთქვათ, წელს ჩვენ აუცილებლად ვიწყებთ დაახლოებით ოქტომბრის ბოლომდე. ყველა ტენდერი იქნება უკვე ატვირთული. ჩვენ არ გაგვიუქმებია არც ერთი კორპუსის გამაგრებით სამუშაოები, უბრალოდ დავხვეწებთ, როგორ უნდა გავაკეთოთ ის. გამაგრებითი სამუშაოების ინიციატორებს არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებენ ნაციონალურ მოძრაობაში. უმცირესობის აზრით სამუშაოების შესრულება ოპერატიულად უნდა მოხდეს. ბატონი სუდაძე რო იყოს ჩახედული ამ სფეროში, უფრო სხვა საკითხებზეც ისაუბრებდა. აქ არის მთელი რიგი საკითხები, რომელიც მას არ ესმის, არ უნდა დაინახოს. მათ მიერ გამოცხადებული ტენდერების უმრავლესობა არის ჩაშლილი. ნებისმიერ ჩემს მიერ გამოცხადებულ ტენდერზე, ჩავარდნილზეც და არაჩავარდნილზეც შემიძლია დოკუმენტალური საბუთი მივაწოდო ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს. საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ პრობლემა ბევრად უფრო მასშტაბურია და ურთიერთდაპირისპირების ნაცვლად საჭიროა გონივრული პოლიტიკა. მისი თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოებს მრავალბინიანი კორპუსების გარდა ძველი თბილისის ისტორიულ უბნებში მდებარე საცხოვრებელი სახლებიც საჭიროებენ. ძალიან ბევრი სახლი არის ავარიული, მაგალითად ძველ თბილისში 14,000 სახლი არის სულ. და ამის 14,000-ვე რეაბილიტაციას და გამაგრებას საჭიროებს. თუმცა ამ შემთხვევაში საუბარია მრავალბინიან, მრავალსადარბაზოიან სახლებზე, რომლებიც ასევე კატასტროფულ მდგომარეობაშია. ამიტომ ცოტა უფრო ოპერატიულად უნდა იმუშაოს კეთილმოწყობის სამსახურმა. მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ინფორმაციით დედაქალაქის მასშტაბით ავარიულ მდგომარეობაში 3500 საცხოვრებელი კორპუსია. მათი განმარტებით უახლოეს დღეებში დაიწყება 8 ავარიული სახლის გამაგრება, ხოლო მომდევნო კვირიდან 13 კორპუსში ჩასატარებელი სამუშაოებისთვის ტენდერები გამოცხადდება. დედაქალაქის მთავრობაში პრობლემის სრულად მოგვარებას მომდევნო წლისთვის ვარაუდობენ.